გორში მამაშვილის დავით და გიორგი ცაციაშვილების მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის სერგო ახალკაცის ინტერესებს ოჯახის მიერ აყვანილი ადვოკატები ნოდარ ცინცაძე და გოჩა გოჩიტაშვილი დაიცავენ, როგორც უფლებადამცველები ამბობენ, საქმეში დღეიდან ჩაერთვნენ და ამჯერად საქმის მასალებს ეცნობიან. ისინი უკვე შეხვდნენ ბრალდებულს, თუმცა მის პოზიციას ჯერჯერობით არასაჯაროებენ. ინფორმაციისთვის გორში წმინდა წყლის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ გალერეას შენობაში მკვლელობა გუშინ მოხდა. 50 წლის სერგო ახალკაცმა, რომელიც წლებია გალერეაში მაღაზიას ფლობს, ამავე სავაჭრო ცენტრში მდებარე სხვა მაღაზიის მფლობელს 55 წლის დავით ცაციაშვილს და მის ვაჟს 30 წლის გიორგი ცაციაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად ცეცხლნასროლი დაზიანებით გიორგი ცაციაშვილი ადგილზე დაიღუპა, დავით ცაციაშვილი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სერგო ახალკაცი მომხდარიდან მალევე ცხელკვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-119 მუხლის ლ-ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთით ვადით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით კონფლიქტის სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოხდა. ეხლა ჩავერთე ჩვენ რაღაცებს ფაქტებს ვაღმოწოთ ეხლა და დავესაუბრეთ ძალიან განიცდის რაც მოხდა ეხლა დანარჩენს ყველაფერს ვერ გეტყვით რა ფაქტები შემოწმა მიდის ნამდვილად ყველაფერს ვერ გეტყვით განიცდის ძალიან ეს პიროვნება ბრალი ჯერაც აყენებია და დანარჩენს მე და მე მოგახსენებთ რა ეხლა მეტებზე ნამდვილად არ ვარ მოძრაობ